ძის ნაწარმში აღმოჩენილი მავნე ნივთიერებების შემდეგ მოსახლეობას გაუჩნდა უნდობლობა სხვა პროდუქტების მიმართაც და აინტერესებთ, რამდენად სანდუა ბოსტნეული ხილი, რასაც მივირთმევთ. თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ მანანა ყევლიშვილთან ერთად. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ძის ნაწარმში აღმოჩენილი მავნე ნივთიერებების შემდეგ მომხმარებლებს უნდობლობა გაუჩნდათ და აღარ ყიდულობენ ქართულ ნაწარმს. ზოგი ისევ სოფლის რძეს, სახლის პირობებში დამზადებულ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. რამდენად სანდუ არის ასეთი პროდუქტი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ძის პროდუქტში აღმოჩენილ ქათმის კინტლი როგორც გაიჟღერა, მე რატომღაც მგონია რომ ეს ან ვერ გაკეთდა კარგი ანალიზი, იმიტომ მე პირადად ვნახე ეს ფერმა, პირადად დაცულია ყველა სანიტარული ნორმები. მოწმდება მისი საკვების დამზადების ადგილებიც ვნახე. ყველაფერი არის აბსოლუტურად იზოლირებული და მე მეჭვიშემეპარა იმისი რომ რაღაცა ანალიზი მე მგონი არ გაკეთდა ისე როგორც სტანდარტის მოთხოვნა და მაგიტომ მოხდა ეს გაჟღერებული ინფორმაცია. ქალბატონო მანანა, თავად ფერმის მფლობელმა დაადასტურა, რომ ნამდვილად აჭმევდნენ კლინტს. ძალიან სამწუხარო ამბავია, ძალიან სამწუხარო და მე არ ველოდი ამ დონის ფერმისგან თუ ამას გააკეთებდნენ, ნამდვილად არ ველოდი, იმიტომ რომ მე ისეთი სიტუაცია დამხდა, როდესაც მე უცხოელ კოლეგებთან ერთად გავხდით ამ ფერმაში, რომ მე ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არ ქონდათ არანაირი იმისი мотивация რომ მათ ეს გაეკეთებინათ, საკვები ქონდათ იმდენი თავისი დანამატებით, რაც დაშვებულია სტანდარტით. მაგრამ რაც შეეხება ახლა რძეს, რომელსაც მოიპოვებენ ჩვეულებრივ ფერმერებისგან, ფერმერი, რომელსაც ყავს რამდენიმე ძროხა, ან ერთი ძროხა, ან დაუშვათ ცოტა მეტი 20-25 ძროხა და თუმცა მას არ აქვს თანამედროვე მოდური ფერმა, ასეთი ძროხებს მე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და რამდენადაც მე ინფორმაცია მოვიძიე, ეს ძროხები მუდმივ კონტროლშია სახელმწიფო დაწესებულებების მიერ. არ აქვს მნიშვნელობა გინდა ერთი ძროხა იყოს, ის ძროხა არის ასე ვთქვათ აყვანილი აღრიცხვაზე. მას აქვს შესაბამისი აცრები გაკეთებული, ყველა ღონისძიება უტარდება თითოეულ ცხოველს, რომელიც ფერმერის ოჯახშია თუ ფერმერულ მეურნეობებში მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ რძე რომელიც იყიდება თუნდაც ბაზარში, გაყიდვის პროცედურას მე არ ვემხრობი, ასე ბაზარში არ უნდა იყიდებოდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის რძე არ არის სუფთა ყვების თვალსაზრისით და ან მასში რამე პრობლემაა, მაგრამ გაყიდვის ადგილს არ ვეთანხმები, მას აი ბაზარში ასე პირდაპირ რომ იყიდება ბოთლებით ჩამოსხმული რძე, არ ვეთანხმები. თუმცა ყველა ნორმა დაცული აქვს, ყველა ცხოველს, რომელიც ოჯახურ მეურნეობებში ყავს თითოეულ ფერმერს. ესე იგი, თუ ოჯახში არის ძროხა, აყვანილი არის აღრიცხვაზე? დიახ, აუცილებლად თუსაც ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ამას და სხვათა შორის ძალიან აქტიურად ბევრ კარგ სამუშაოს ასრულებენ ის რომ კონტროლში მოაქციონ როგორც ძროხები, ასევე წვრილფეხა საქონელი, ასევე ძაღლები თუ კატები თუ მისდანები და ყველა ცხოველი არის აღრიცხვაზე რა კუთვნით, უტარდება თუ არა ის სავალდებულო აცრები, რომელმაც შეიძლება საშიში დაავადებები გამოიწვიოს მოსახლეობისთვის და ამას აქვს ძალიან დიდი კონტროლი. ქალბატონო მანანა, რას აჭმევენ ძროხას, რა პირობებში წველიან, ალბათ ამასაც აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, საკვები პირველი საკვები, რომელიც მოქმედებს ხარისხზე, მაგრამ საკვების სამწუხაროდ ჩვენ ცოტა სოფლის მეურნეობაში გვაქვს ისეთი პრობლემები, რომლებიც აბინძურებს გვინდა თუ არ გვინდა ადამიანის და ცხოველის საკვებსაც, რომელიც მაინც ბოლოს ადამიანზე აისახება. აი ჩვენი პრობლემა, რომელსაც ცხოველი მიირთმევს საკვების სახით, ეს არის მძიმე მეტალებით დაბინძურებული, მაგრამ მძიმე მეტალების ნაწილი უფრო მეტად ცხიმში გროვდება ვიდრე რძეში. აი ამ კუთხით უფრო ნაკლებ საშიშია ცხოველის ძროხის რძე, ვიდრე აი იმ დაბინძურებული თუნდაც ბოსტნეული კულტურით, რომელსაც ადამიანი მიირთმევს. და რძე, რომელსაც ჩვეულებრივ მეურნეობაში, ჩვეულებრივ ოჯახურ პირობებში მიიღებს ფერმერი რძეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია რითი კვებავს ის ცხოველს,
მაგრამ სახელმწიფოს მიერ არის განსაზღვრული დანამატები, რომელსაც თითქმის ყველა ფერმერულ მეურნეობაში იყენებენ და ზოგჯერ ოჯახიც იყენებს მას ცხოველის საკვებად, მაგრამ ეს არის მკაცრად განსაზღვრული, რომელსაც ვეტერინარული სამსახური აკონტროლებს რა დოზით და რამდენს აძლევს აი ამ დანამატს. მაგრამ ეს დანამატი საშიში არ არის რძეში გაყოლილი, რძეში ერთადერთი ეს არის მწვანე საკვებზე თუ არასასურველი ჰერბიციდის გამოყენების შედეგად იქნა მიღებული ან არასასურველი პესტიციდით, რომელიც შესაძლებელია მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც დაგროვდეს რძეში. საინტერესოა, რამდენად სანდო არის სახლის პირობებში დამზადებული ხაჭო, ყველი, არაჟანი, ნადუღი. თქვენ ახსენეთ, რომ რძე უსაფრთხოა. მას აქვს თავისი ტექნოლოგია, არის ტექნოლოგია ხა ჩვენ როდესაც განვიხილავთ ამას ოჯახურ პირობებშიც განვიხილავთ, თუნდაც დაკონსერვებას, თუნდაც რძის პროდუქტების წარმოებას, რასაკვირველია, ჰიგიენა დაცული აქვს, ჰიგიენა, მაგრამ აი ეს ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც უფრო მეტად უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ესენი დაცული არ აქვთ. მაგას ვერ იცავ. რას გულისხმობთ, რომ დააზუსტოთ? აი რას მაგალითად პასტერიზებული რძისგან მიღებულს ან აი უვნებელი პროდუქტი ისეთი გარემოში, აი როდესაც ხდება ყველის შედედება, ამას სპეციალური გარემოები არ აქვს სპეციალური. ჩვეულებრივ ოჯახურ პირობებში აკეთებენ, რასაც შეიძლება მოყვეს, რაღაცა მიკროორგანიზმებით და დაბინძურებად შეიძლება მოყვეს, ახლა აქ ქიმიური შედგენილობა უფრო არა, მაგრამ მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით უფრო ნაკლებად მისაღებია. ქალბატონო მანინა გაჩნდა ეჭვი, რამდენად სანდოა და ჯანსაღია ბოსტნეული ხილი, ხომ არ შეიცავს დასაშვებზე მეტ ნიტრატებს. ამის დადგენა კვლევის გარეშე შესაძლებელი არის თუ არა? ბოსტნეული ძალიან რთულია, ბოსტნეულის ასე გამორკვევა ბაზარში. თუმცა ჩვენ სპეციალისტებს გვაქვს რაღაცა პატარა ჩვენი საიდუმლო, რითაც ვხვდებით, რომ აი მაგალითად, მაგრამ ახლა წამოვიდა ისეთ ბევრი ჯიში ჰიბრიდები წამოვიდა ბოსტნეულ კულტურებშიც, რომელიც ახლა ჩვენ საერთოდ ვიცოდით ნიტრატები დაბინძურებული, მაგალითად კიტრი არის მუქი, ძალიან მუქი ფერი, რაღაცა ლურჯ ფერში გადადის. მაგრამ უკვე იცით ძალიან რთულია ამის ესე ხმამაღლა თქვა, იმიტომ რომ რაღაცა ჰიბრიდები შემოვიდა, რომელსაც შეიძლება ქონდეს ისეთი ფერი, მაგრამ არ იყოს დაბინძურებული. ბოსტნეულის კონტროლება ძალიან რთულია დღეს პირობებით. თუმცა გარემოს სუსაც ეროვნულმა სააგენტომ როგორც ჩანს მიიღო გარკვეული რეგულაციები, ეს მე საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახლავარ სოფლმეურნეობის სამინისტროს და აი ბოლო შეხვედრაზე სწორედ გამოიტანეს ის დებულებები, ის ბრძანებები, რომელიც 2026 წლიდან შევა ძალაში, რომელიც კიდევ უფრო მკაცრად კონტროლებს სასოფლო სამეურნეო პროდუქტის მოყვანის ღონისძიებებს და ტექნოლოგიებს. დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება ფერმერთა მომსახურების ცენტრებს, რომლებიც ყიდიან სასუქებს, პესტიციდებს, ჰერბიციდებს. დიდი პასუხისმგებლობა აი ამ რეგულაციების მიხედვით და ეს კიდევ ერთი დამოკიდებულია ფერმერის კეთილსინდისიერებაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მოყავს მას პროდუქტი. თარა ბაზარში ან მარკეტში, როდესაც მას წარწერა არ აქვს რაში, იცავს სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ევროპის ქვეყნებშია, რომ წარწერა ქონდეს თითეული ქიმიური ელემენტის შემადგენლობის შესახებ. ეს ჩვენთან არ არის სამწუხაროდ და რას ყიდულობთ ჩვენ ვერ ვიგებთ. შედეგსაც რა თქმა უნდა, შედეგი მაშინვე არ გვაქვს სახეზე და თუმცა ცოტა კაცრად გვექცევა დღეს სოფლის მეურნეობა და ვამბობ, რომ კაცრები ვართ ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ, ჩვენი დამზადებული საკვებისგან გამომდინარე. მაგრამ იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ის ღონისძიება, რომ მოხდეს თუნდაც სასათბურე მეურნეობიდან მოტანილი პროდუქტი. იმიტომ რომ სასათბურე მეურნეობებს უფრო არაკეთის ინდიციად, ბევრი რა თქმა უნდა ყველაზე არ ვამბობ მე მაგას, მაგრამ ბევრი ფერმერული მეურნეობის პატრონე არაკეთის ინდიციად ექცევა ფერმას სასათბურე მეურნეობას და მასში მოყვანილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. და სამწუხაროდ ძალიან რთულია. ახსენეთ, რომ საიდუმლოებები გაქვთ, ჩვენც რომ გაგვანდოთ, როგორ გავიგოთ, გამოვიცნოთ კარტოფილის, ტაფილო თუ სხვა ბოსტნეული, რამდენად უსაფრთხოა ერთი შეხედვით. კარტოფილს ერთი დადებითი აქვს ის, რომ მას ჩვენ უმად არ მივირთმევთ და ის უნდა თერმულად დავამუშავოთ და თერმულად დამუშავების შემთხვევაში ის მავნე ელემენტები, რაც ჩვენ გვიქმნის პრობლემას, დამუშავების დროს იშლება და გადაიქნება უფრო ნაკლებად საფრთხის შემცველ ნივთიერებებად. კარტოფილი, როდესაც
ამუშავებთ კარტოფილს, სიმაგრეები თუ შეგხვდებათ კარტოფილში, ეს არის დაბინძურებული ნიტრატების ბრალი, ნიტრატების. სამწუხაროდ სტაფილოს არ ემჩნევა. მას სტაფილო ერთადერთი თუ ნიტრატები დაბინძურებულია საშიშია, მაშინ თუ მას უმად გავხეხავთ და წვენს მივირთმევთ, აი მაშინ არის, მაგრამ თუ მას დავამუშავებთ თერმულად, უკვე საშიში აღარ იქნება. მაგრამ მაინც ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი არის პომიდორი. პომიდორი იცით, როდესაც ჩვენ ნიტრატებზე ანალიზებს ვაკეთებთ, როდესაც ყველაზე დიდი რაოდენობით არის მე მაგალითად ერთადერთი რომელიც ახმეტის რაიონიდან მომიტანეს ანალიზოთ, იქ არ აღმოჩნდა და ძალიან გამიკვირდა, რომ ვისგან იყო მოყვანილი ასეთი პატიოსნად, მასში არ აღმოჩნდა დასაშვები ნორმები. თუმცა აი ბაზრიდან მოტანილი, სათბურებიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ნიტრატი გვხვდება. და პომიდორი რატოა? იმიტომ რომ ის თერმულად არ მუშავდება, არც კიტრი, არც პომიდორი და საშიში უფრო მაგიტოა, ვიდრე სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, ფერმერის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რამდენად უსაფრთხო პროდუქტს მოიყვანს ის. და ჩვენ დღეს მისი კონტროლი ძალიან გაგვიჭირდება, თუ არა გზადაგზა რეგულაციები, რომელსაც უსაც ეროვნული სააგენტო გეგმავს. ხშირად მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ არასეზონურ ბოსტნეულს, კიტრს, პომიდორს, ხილს. რამდენად რეკომენდირებულია? რამდენად ეხლა მე მაგალითად არ ურჩევ ამას ბავშვებისთვის გამოსაკვებად, იმიტომ რომ ბავშვის წონა არის უფრო მცირე და მის ვერ აიტანს თუნდაც იმ ერთ პომიდორს, რომელსაც მოზრდილი ადამიანი. ნუ მივცემ საკვებად კიტრს და პომიდორს ბავშვებს არასეზონურად მოყვანილს, რასაკვირველია. და რაციონში შეიძლება შევიყვანოთ ჩვენ დასაშვები ნორმები გვაქვს, რაც ადამიანმა შეიძლება დღე-ღამის განმავლობაში მიიღოს თუნდაც ნიტრატები, მაგრამ ყოველ დღე მხოლოდ კიტრი და პომიდორის გამოყვებას მე მაგალითად არავის არ ურჩევ. არავის არ ურჩევდი. და ყველაზე მეტად რას ურჩევდი? ყველა მიზრუნოს საკუთარ ბაღებში და ბოსტნებში მოიყვანოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. უსაფრთხო პროდუქტი და მიირთმან აი ეს სეზონის განმავლობაში. მაგრამ არც მაგას ვერ გამოვიწყავ ჩვენ ზამთარში ყველა მივირთმევ. მე თვითონაც მივირთმევ, მაგრამ იშვიათად ხშირად არა. თქვენ ახსენეთ, რომ ხშირად ატარებთ კვლევებს და საინტერესო არის კიდევ რა სახის ბოსტნეულსა თუ ხილში შეგხვდათ დიდი რაოდენობით ნიტრატები. სამწუხაროდ ჩვენ აღმოვაჩინეთ ვაშლში, რომელშიც არ ველოდი, ვაშლში არანაირად არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე გავამეორეთ ჩვენ, იმიტომ რომ მე გამიკვირდა ვაშლში დასაშვები ნორმა 60 მგ იყო და სადღაც 400-მდე იყო, იმიტომ რომ ვაშლი, რომელსაც ძალიან მეტი მოხმარება აქვს ბავშვებში და მოზრდილებშიც ახლა ძალიან ბევრი ადამიანი მიირთმევს ვაშლს, ვაშლში არ უნდა ყოფილიყო ნიტრატი, ეს უკვე მართლა ძალიან უსინდისოდ მოყვანილი პროდუქტი იყო. ძალიან, იმიტომ რომ ვაშლს არ ჭირდება გვარჯილა და გვარჯილით განუყიერება და ამიტომ არ უნდა ყოფილიყო ვაშლში. დანარჩენი ბოსტნეულში მეტნაკლებად არის დასაშვებები, მაგრამ წეღანას ვავნიშნე, რომ რომელიც თერმულად მუშავდა, ის საშიში არ არის. ქართული წარმოების ვაშლი იყო თუ უცხოური? ვაშლი ქართული იყო, კი. ქართული წარმოების ვაშლი იყო, კი, სამწუხაროდ. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.